Სამი ძმდებო მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით ჰოსტის არხზე, სადაც დღეს შემიძლია უკვე წარმოგიდგინოთ შეზღუდვების აპარატი, ეს არის შპინდელი Mini 200 DPT. გავხსნათ გახსნილზე შიგნიდან სამ თქვენი ფიქრებით რომ მაგით ვერ გავხსნილი, მანამდე უკვე გავხსნილი. რა თქმა უნდა, მოყვება ანოტაცია, რომელიც ყოველთვის საჭიროა. მინუსავოი კაბელი. ყუთი. ეს თავისუფლად შეუძლია ქალბატონებმაც აიღონ და შეუძლია ამას თუ გამოვშიგნათ, შიგნით შეგვიძლია ნებისმიერი კოსმეტიკის საშუალება ჩავდოთ. ეხლა ჩვენ აქ გვაქვს კიდიაში შპინდელის ჩხირები, რომელიც არის 3.2 დიამეტრის და სიგრძეში არის 35 სანტიმეტრი, ეს არის სიგრძეში. გამოგადგინოთ, რა? ეხლა ავაწყოთ ეს. აქ არის შეუძლებელი. უმარტივესი მოსახმარი ის სახლისთვის, ვისაც არ გინდათ რომ ბევრი ფული ყაროთ ხელოსნებში, შეგიძლიათ თქვენთვის ეს პატარა ადგილის თუ არ გაქვს, ძალიან პატარა ადგილს იკავებს. ეხლა ვნახოთ თავარი რას აკეთებს, რა ფუნქციურად რა. ესე იგი, პირველი მინუსავოი კაბელი, რასაც ქვია, ეს არის მასა, საკმაოდ ძლიერია. აი, ორი ცალი მიმართველი, პლუსი და მინუსი. არ ამგონია რომ შეგეშალოთ. მინუსი არის კლემპი, რომელსაც უჭერთ. ჩააჭობთ და დაატრიალებთ, რომ ფიქსატორი გაიჭედოს და აღარ გამოწვეს. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის 200 ამპერიანი და აქვს ცხელი სტარტი. ცხელი სტარტი ნიშნავს იმას, რომ საჭმელს არ გაგიცხელთ. უბრალოდ არ მიიკრავს სკინაზე და თავიდან შედუღების დროს დაიწყებს ბევრად სწრაფად და არ დაგჭირდება სვარკისტებს. რო უყურებთ ხოლმე ეს თავიდან გახეთქვის ისა. რა მოიცა, ეგ არ ჭირდება. მუშაობს 220 ვოლტზე, ფაზა 0-ზე, არ გჭირდებათ 3 ფაზა. ამოიქოქა, წინ აქვს LED დისპლეი, სადაც აკონტროლებთ ამპერაჟს. იაში მე ჩხირის სვარკა არ ვიცი. ამიტომ ყველაზე კარგი მაგალითი იქნება, როგორ შევადუღებ ეხა უცოდინარი, აი ამ პატარა სვარკით ორსალ რკინას. პირველ რიგში არ უნდა დაგვავიწყდეს უსაფრთხოება. ეს არის ავტომატური დამოქმედებით შპინდელის მასკა, აქ აქვს ფიქსატორები, რა შიგნით კბილები, როგორც მოგიხერხდებათ იდეაში ისე აქ. ჩემთვის მოსახერხებელი ესეა. ეს დამოვიწყე. თვალები რომ მოვარიდოთ, ეკრანებიდან არა, მანდ არაფერი მოგდათ, აქ გარემოს უთხარი. ბოლომდე აუწიოთ 200 ამპერზე, რომ მაქსიმალური ვნახოთ. შედუღებისთვის გვინდა დაუწევთ. ეს არის თქო, რომ ცალკე რამე რკინაზე ივარჯიშოთ, იქ რო გაასწორებთ ზუსტად. მაგის ნებერით მე დაიწყეთ სვარკა, ა? ცოტა გვერდზე დავასვარკე, მაგრამ არა უშავს. ეგ ჩემი ბრალია, რა. ეს არის 200 ამპერზე. აკეთე. მე ცოტა გამოვასწორე ამპერს დაუწევ და აქ ფუფხები იმდენად აღარ გაიკეთა, გარშემო გაიკეთა და აქეთ უკვე მთლიანი ჩადუღებით ჩაადუღა რა. ეს უკვე ნორმალური შოუია რა, ეს ხელის გაწაფვის ამბავი არის. დადუღება ამითი შეგიძლიათ ნებისმიერ რამს. გათიშავთ, ამ კაბელს ესე შემოახოთ, მინუსს მოგხსნით და ისევ იგივე ადგილს დაიკავებს, რამდენსაც თავიდან იკავებთ რა. შეგიძლიათ დაბლა მოცემულ ლინკზე გადახვიდეთ და შეიძინოთ ეს კონკრეტული შედუღების აპარატი, 200 ამპერიანი, ცხელი სტარტი. რავი, კაია რა. და ასევე როგორც კი შპინდელს იყიდით, იქ გვერდზე ექნება შპინდელის ელექტროდი, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ელექტროდს რა. ამ ელექტროდს აქვს ფუნქცია, რომ არ ინესტება. ცოტა ნესტიან ადგილზე თუ კიდევს, მაქსიმალურად უძლებს ნესტს. ეს არის 3 და 2-იანი, 2-იანზე დაბალზე იდეალურად იმუშავებს. ამ ხელად კი არ შეიძლება ამას ვეღარ გახსნი ხა რა. შეუძლებელია. ამ კილას ვეღარ მოვასწრებთ, იმიტომ რომ შიგნით ჩავადუღე.